აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად თბილისში დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკომ. მწერლისა და ისტორიოგრაფის დაბადებიდან 151 წელი გავიდა. დიმიტრი გულია არაერთი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მის სახელს უკავშირდება არაერთი ნაწარმოების თარგმნა აფხაზურ ენაზე, მათ შორის არის ვეფხისტყაოსანი. უმნიშვნელოვანესი იყო დიმიტრი გულიას ხვაწლი ქართულ-აფხაზური საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოების კუთხით. სამაგალითო იყო მისი მოღვაწეობა, რამე თუ ყველამ ვიცით, რომ იგი ეთნიკურად აფხაზი იყო და ძალიან კარგად იცოდა თუ რა მნიშვნელობა ეკისრებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ერთად ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ. მან პირველად თარგმნა აფხაზურ ენაზე ვეფხისტყაოსანი, ასევე დააფუძნა პირველი აფხაზურენოვანი ბეჭდვითი მედია აფსნი და ასევე იყო აფხაზური ენისა და ლიტერატურის აკადემიის თავმჯდომარე. მისი ხვაწლი ნამდვილად გადაეცემა თაობებს.